რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურაში დაიბარეს, ქმედება გააპროტესტეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ბათუმის იუსტიციის სახლში არიან შეკრებილები. იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი თამარ კიკნაძეც, რატომ დაიბარეს ლევან ვარშალომიძე, ის პირდაპირ ეთერში საუბრებს ამის შესახებ. თამარ, რა მდგომარეობა ამ დროისათვის იუსტიციის სახლში? მოგესალმებით ყველას, მივესალმები მაყურებელს. დიახ, ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრები რამდენიმე წუთის წინ შეიკრიბნენ ბათუმის აჭარის პროკურატურასთან. შეკრების მიზეზი აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის პროკურატურაში დაბარება გახდა. ჩემი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე პროკურატურაში დღის მეორე ნახევრიდან დაახლოებით 2 საათიდან იმყოფება. დაბარების მიზეზები პარტიის წევრებისათვის უცნობია, დანამდვილებით მათ არაფრის ხმა არ შეუძლიათ, თუმცა ამბობენ, რომ მიზეზი სავარაუდოდ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებია, რამდენადაც წინა საარჩევნოდ ქართული ოცნების რეიტინგი დაბალი, ამიტომაც ამ გზებით ხელისუფლება ცდილობს ყველაზე მთავარი ოპოზიციური ძალის დასუსტებას საზოგადოების თვალში. მადლობა თამარ. კონკრეტულ განცხადებებისაგან თავს იკავებენ, ელოდებიან, როდის დასრულდება დაკითხვა და როდის შეხვდებიან ისინი ლევან ვარშალომიძეს. იმყოფება თუ არა ლევან ვარშალომიძე ამ დროისათვის იუსტიციის სახლში, თამარ? ამ წუთებში ამ დროისათვის მე ზუსტად ფაქტის გადამოწმების საშუალება არ მომეცა, ვეყნობი მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც გუნდის წევრები მემატებიან. კარგი, მადლობა თამარ. ეს იყო თამარ კიკნაძე, ჩვენი კორესპონდენტი თამარ კიკნაძე, რომელიც იუსტიციის სახლში იმყოფებოდა. განვაგრძობთ გამოშვებას. ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციაში ბათუმის ავტოტრანსპორტში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან. რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდა დროულად დააყენოს გია ლორიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. დავით რობაქიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არაუგვიანეს 1 საათის აღსდგება. რობაქიძე ამბობს იმასაც, რომ შექმნილი არეულობით ირაკლი ჩავლეიშვილი ისარგებლებს და ავტოტრანსპორტის კერძო პირისათვის გასხვისების საკითხს დააყენებს. კი მისივე თქმით უპირველესად მგზავრებს დააზარალებს, რადგანაც ინვესტორი მოგებაზე ორიენტირებულ სისტემას შექმნის და მგზავრობის ტარიფები გაიზრდება. ქალაქ ბათუმის მერია და ქალაქ ბათუმის საკრებულო სრულიად უმოქმედოა და მათ არ შესწევს ძალა გააკონტროლოს შექმნილი მდგომარეობა. მე პირდაპირ მიმართავ ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს. დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება ავტოტრანსპორტის თანამშრომლებთან, რომლებიც თანახმა არიან იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ლორიას შეუჩერდება უფლებამოსილება 1 საათის განმავლობაში აღადგინონ ყველა მიმართულებით მოძრაობა. ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთპიროვნულად ვინმე თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვიტოს, ამიტომაც საკრებულოს თავმჯდომარის ასე თქვა დავალებით მომზადებულია პროექტი, დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს შერეული კომისიის შექმნას. ამ კომისიის მიზანი და ამოცანა იქნება 1 კვირის ვადაში წარმოუდგინოს წინადადება საკრებულოს ამდენად საფუძვლიანია ავტოტრანსპორტის მსხვილთა ნაწილის ასე თქვა მოთხოვნები. ყველა ნორმალურ ადამიანს უჩნდება შეკითხვა, რომ მაშინ როდესაც 1000 სხვა ასე თქვა სოციალური პრობლემებია გადასაწყვეტი, სახელმწიფო რატომ უნდა აკეთებდეს წამგებიან საქმეს, როდესაც შეიძლება კერძო სექტორმა მოაგვაროს ეს საკითხი. ამდენად ეს საზოგადოების მმართველობის ასე თქვა პარტნიორობის საგანია და შესაძლებელია ზოგადად ამ ხრივაც მოხდეს შეიძლება.